ამათმა ისეთი ვერსია გაუშვეს ამ ახალებ ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს რომ ვითომდაც რუსთავში მოხდა ეს რუსთავის ციხეზე პატივცემულებას სწორად რომ გავიგოთ ნავთლუღისად რუსთავის ციხე და რუსთავში მივიდნენ აგენმა რომ წამოიყვანო და იქ რა წვალებითო და რა ჭიდილითო და რა შეურაცხყოფებითო და რანაირად წამოვიყვანეთ გვამი ღმერთი იყურებოდაო სხვა ვინმე ვერ მიხდებაო ჩამოსლებ ჩემებმა თქვეს ისე წვალებით და შეურაცხყოფებითო და შიშითო და რომ თქვენ ტერორისტები ყოლიან თქვენაო და მიმიხდით ახლა რა გამოთქმებით მოგწეს ჩემი შვილი და მოიყვანეს მე კრუგზე წამოიყვანეს სახში რომ მივიყვანე ესე იგი ეს იყო თვალწდები ორშაბათი დღე იყო რომ სანამ თბილისიდან პერევაზე გოდერძზე ავიყვანე ორშაბათი დღე იყო ამიღამ გამთენიისას მოვიყვანე პატივცემულებო და ესე იგი დილას შუადღეხან დავასაფლავე შიშით და რანაირად დავასაფლავე და ღმერთმა დაინახა იქედან რომ ეს ჩემმა მეუღლემ ცხონებულმა რომ ნახა შვილი ესე იგი ცოცხალი აღარ იყო ჩარიელი ფუტლი არ იყო ამოცილი ქონდა ყველანაირი რომ სწორად დავხსნათ სწორად გავიგოთ და იმ თოკით იყო მოკერილი მეთქი ამაზე ჯამთელია ახალგაზრდა ქალი ამაზე ესე იგი ვეღარ გაუძლო და გაიტიშა რომ თქვათ ბილათ რომ თქვათ და სიმწარეზე და რომ დედამ გაიტიშა დედის ჯავრი ვიღას კონდა რომ შვილი იქიდო დასასაფლავებელი იყო ეს დავასაფლავეთ მე აღარ მოიკეთა მეუღლემ აღარ მოიკეთა და ესე იგი რა ვიცი და ბევრი ვიტანჯეთ და რაღაც უკვე დალაპარაკების ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ ვინმე ზეწოლა გქონდა ტერორი გქონდა